ხვდებით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რა განწყობაა ზოგადად ხალხში? ძალიან საზეიმო განწყობაა. ყველას სურს იხილოს ბიძინა ივანიშვილი პირადად მისგან მოისმინოს ის სიტყვები, რასაც ჩვენ აქ გაზეთის და პრესის და ყველა საინფორმაციო საშუალებებით ვაძლევთ. პირადი ემოცია მაინც ბევრს ნიშნავს. ის განცდა, ის ყველა დარწმუნებულია, რომ მისი შეხედვა, მისი სიტყვები დიდ გავლენას მოახდენს მთელ ამბროლაურის რაიონზე და იმ გარდატეხას შეიტანს, რომელიც აქ შიშს უნერგავენ სხვადასხვა არამოსულნე, არასასურველი ეს მთავრობა. მაინტერესებს თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტები იყო ამ სადებასთან დაკავშირებით? ძალიან ბევრი ხელის შემშლელი, თითქმის ყველა რწმუნებული და ყველა სამთავრობო წარმომადგენელი უშლის, აშინებს ხალხს, ოჯახებში მიდიან, სამსახურის გათავისუფლებას პირდებიან, აქ დახმარების არ მიცემას და ძალიან დიდი წეწოლა, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა ხალხი მოსულნია და ალბათ დღეს ისეთ გადაიჭედება ეს ჩვენი მოედანი, სადგურის მოედანი, რო იტყვიან ავტოსადგურის, რომ ყველა იხილავს რა მუხტია ის მუხტი, რომელსაც სურს ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს ჯანმრთელი, კარგი, საღი მთავრობა, რომელიც ამ სახელმწიფოს დააყენებს ფეხზე. ოთარი განწყობილება მაქვს, აი მართლა ზეამაღლებული და რაღაც ხვანაერი და აი ძალიან დიდი იმედიანი, იმიტომ რომ უკვე დავიღალეთ ყველაფრისგან და ახალი კლიპის არ იყოს, დავაი დასვიდანია, ხო? დავაი დასვიდანია, ნაცებოდა მიშა, წადით რა უკვე დრო არის. ამიტომ ონელებს მიმართავ და რაჭვალებს საერთოდ. ეპოქა მოვიდა უკვე ცვლილებების. და უკვე დროა ხმა მივცეთ მორალს, ზნეობას, ღირსებას და რაც მთავარია საქართველოს პატრიოტებს.